ეს ამომიჭერით ეს მოკერამი. ზარი კალასთან არის. მეკონდა? გაბზეგი. ექსკლუზიური კადრები ხარ. ურასიათას გამომწერ დავიცო. მაცადე. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, ეს ისევ და ისევ ცუდი რეიტინგია და დღეს ჩვენ გვეყოლება სტუმარი. ალბათ ხვდებით ვინ არის. სოტლე გოჩალეიშვილი. მადლობა მეგობრებო. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან გადაცემაში. სასიამოვნოა შენი სტუმრობა. იმედია ისეთ კითხვები არ იქნება რომ შემოწოს. არა, ის ახალისო. შეგახსენებთ წესებს, დავსვამთ კითხვებს და პასუხების შესაბამისად გავთავსდებით შესაბამის რიცხვებთან. ვის ქონია ყველაზე უხერხული პაემანი? გოსთან მქონდა პაემალი და რაღაც მომენტში დანა დაუვარდა დაჟანგული. დაჟანგული. თუკიდან ნელა გადავიდა. ლაპარაკი. და რო ვკითხე ეს დაჟანგული დანა რა გინდა თქო? გათვლა ეს მაქვს რომ აი და რაღაც მოხდეს ბიჭთან რომ დავარტყაო დანა არ მოკლავს, მაგრამ სეფსისი შეეჭრება და ჟანგისგან და მოკლავსო. ლივერპულს ფიცა ვარ თუ სიტყვას ვამეტებდე. მადლობთ. პირველ ადგილას სანამ არგუმენტებს მოვისმენთ, ხო არ გაქვს რამე ვარიანტი. აბა, რა მე ის მქონდა რომ რესტორანში ვიჯექი და არ მოვიდა და ძალიან უხერხულად მიგზავნა. თან არც მიპასუხა რომ ურეკავდი. ჯერჯერობით მეორეზე შენ? ბიჭო, რავი, მე ერთადერთი პაემანი მქონდა ისიც ეკლესიაში. დააყენე პირველზე. ბიჭი, ჩემი იყო ცოტა ისეთი უცნაური, რომ მოვიდა ზუსტად ჩემ ნეირზე და ეს. საქართველოს რა და აქციაში მაგისი გაგრძელება, მოდი. რაღაც კითხვა იმათ. ორივე სტოპი გეც. კაბა. ხოდა მეორე კიდე იმავე პაემაზე რაც მოხდა ის იყო უხერხული რომ ვაფშე სხვა ვიღაცის სახელი და გვარ დაუძახე. რაღაცა ისეთი უცნაურობა შეიძლება კი. ახლანდელ მეუღლესთან პირველ პაემანზე ხეს მივაფსი და სველი სალფეტკი დავიბანე ხელი. გავიშვი. მე არ დავჩერი, გადავიდი. არა მაგ პრობლემა. არა, ხო, ხედავ გამიწევია. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მე მგონი რეიტინგი შედგა და თუ შეიძლება ახალი კითხვა რომ გითხრათ. ვის აქვს ყველაზე კარგი სიმთვრალე? შენ გა კარგი სიმთვრალე? ხო, ჯერ გავატაროთ მე ვკითხოთ. ამანდალია ხო ცოტა რომ პირველზე გაიჭრა ეგრევე. გადავიწიე. შეიძლება რომ აგვიხსნათ თქვენი კარგი სიმთვრალის არსი. ერთი რო აქ მოხვედით, თვალი გავიგე. რა კეთილი ვარ ნასვამი. ნასვამი ხარ? სანამ გაგაბრაზებენ. მაცადე ზურა ერთი წამი. აკა იმე 200.000-ს გამომწერს დავითრევ. მაცადე ერთი წამი. არა, თუ არ გჯერათ, შეგვიძლია გავიდეთ, დავთვრეთ და დავბრუნდეთ. რა საშავებ ნასვამზე? ბიჭო, საქმეც მაგაშია რომ არა, ვაფშე არაფერს ვაკეთებ. არ გახსოვს. არ მახსოვს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის წელები რასაც გვეუბნები ხოლმე. აი ეგრე რომ გავყვეთ ახლა მეც ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ ჩუმათო არ. მე რა თქვი? მიდი ჩუმად გადადი. გადაიპარე მიდი გადაიძურწე. მე არა, მე დონი იყავი აქ. გი, აქეთაც გადმოდი შენ. მე შეიძლება სიმთვრალე კაი მაქვს, მაგრამ ახველია მაგ. აქ უნდა ვიდი. ურებოლო ადგილს. ხო, აზრი არა. ო, მე ახმელი არ მაქვს. აი, ახმელია რომ არ მქონდეს, სულ მექნებოდა სიმთვრალე, არა. ორია სხვები დაძიროთ, რომ მე ძალიან ცუდი სიმთვრალე და მეორეზე გავიქცე. მოდი დავიწყოთ მაშინ რევიას ცუდი სიმთვრალის ისტორიები. მე კარგი სიმთვრალე მაქვს. არა, მე შემილია გავიხსენ, რევი მე შემილია გავიხსენ ერთი ისტორია, რომელშიც თავი მომაბეზრე შენი სიმთვრალით, მე შენ შეგიძლია გაიხსენ. იმიტომ რომ არა ადამიანი ეს არტელი არა მე თუ სვადი ხო ეს შეშედეს და მოეჭახულება ეს ადამიანი მეხუთეზე არა მძღოლი ვიყავი და მე რომ ერთი პუნქტითაც მაქეთ გადმოვიწიო, მე შენ დაიწყებ იმ ისტორიების მოყოლას რა ვიდგე არ და ვიდგები მოდი არ. ხო, მეორე ადგილიდან რევიასაც შეუძლია ძალიან ბევრი ისტორიის მოყოლა, ამიტომ იდგეს იდგე. რას ვიგებთ ხო? შემდეგი კითხვის მოთხოვნა. შემდეგი ყოველთვის მინდოდა. ბედნიერი. რამდენი ხანი ელოდება როდის დაიწყებენ ცუდი მეგობრები YouTube-ს რო კონდეთ ეს გადაცემა რომ პირველ ადგილზე დავდგე. კითხვა მოვითხოვ. ვინ არის ყველაზე ემოციური? ყველაზე ემოციური. პირველისკენ მიიწე? შენია ცუდი სიმთვრალე რა. თქვენი მეორე ადგილზე ემოციურობა რაში გამოიხატება?
უნდა გაჭედო აღა. არ ვიცი, რავი, ემოციური არა, ესე ადეკვატურად ემოციური ვარ ალბათ რა. არის საკითხი რაშიც შეიძლება რომ აი არ იყო ადეკვატურად ემოციური. მე მაქვს ეგეთი საკითხი და იციან ბიჭებო. კი. უი. მან თუ გავჭედე. ხო, აი იგივენაირად მაქვს მეც ერთი. როცა შემოგანა. ლივერპულმა თუ წააგო. ლივერპულმა თუ წააგოს. ოკეი, ასაკი. არა, წააგო არ არის. მან დაიდო ლივერპულზე ლივერპული შეიძლება არ იყოს. მანჩესტერი ახსენე დადების კონტექსტში. ო, გაჩე. რა შეუტა? მობძანდი, გითხოვთ მეორე ადგილს თავი. კი ბატონო. მწვანე ბილიკზე მიტირია არა ერთხელ. შეიძლება რომ. მობძანდი. მე გრენდაიზერზე მიტირია და ბატონო. რაზე? გრენდაიზერზე. აი გითხოვთ მო. აი შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვინ იქნებოდა ყველაზე კარგი კეისარი? ერთი წამი. ავე. კი. მაგაზე YouTube-ი გულოკავს. ავეზე არა. ვიცი. არის თუ არის ალბათობა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დანა დამარტყას, მაშინ კაი კეისარი იქნებოდი. მე გოგო მირყავდა დალას. ხო, არა მე ფართობი მაქვს უფრო დიდი დანის დასაქმებად. არის ლოგიკა. მაგ ლოგიკით მაშინ პირველი შენ მეორე მე უნდა ვიყო. მაშინ მე ბოლოში უნდა ვიდგე. მე არგუმენტი მაქვს. სამაგიეროდ მე კარგი ბიუსტი გამომდის. ნახე მე თუ კეისარი ვარ, ჩემი ბიუსტიც კაი გამოვა, არ გამოვა და მოვკლავ. შენი აზრით კეისარს ღიპი არ ქონდა? კეისრისო რო ამბობდნენ, ღიპი არ იყო ეგ? აი არ გვინდა. წააგებ მაგ ბრძოლას არ გინდა. ეხა მე არა, კეისარი რო იყო რა გერქმეოდა? იულიუსი. არ შემიძლია არ დავეთახო. მეც სექნიები ვიქნებოდ. კი ბატონო. რევი პირველი. ბიჭო, ნახე მე ვიტყვი და მეხუთეზე გადავალ ჭანტურიუსი. მოგამაზა. გიორგი პირველი შეეცლო. ისე ზურა უნდა იყოს საწყის პოზიციებზე რა. იცი რატო ხალხს ხო სულ ეს ესმება, ავი. ამასაც კარგად ვაკეთებ. არა, ნახე, ყველაფერს უტარებდით, სანამ თავის სახელობის ოლიმპიადა არ ჩაატარა რუსთავი ორში. დიდი ფართობისაც აქ ის გადმოვიდა. კი ბატონო. კაი მოსაკლავი ვარ. რაღაცა სიტუაციაში ესეც მირჩევდა. დანას არ ამაცი. სანამ ახალზე გადა, აი შენი რომი როგორი იქნებოდა? უბრალოდ რომ გავიგეთ ლუდის შადრევნები. კი ბატონო. პირველ რიგში რასაც ვიზამდი. სუხარიკის გზები. ჩიფსის. აი ისა ყველა გზა ბარში მიდის. მივედი ნახე დავლიე. შემზე ყოფილა თქო. არაფერს არ დამჭირდა ეგრევე. გადასალოლის თუ რაღაცა მოგვატყვა. ეს სისტემაც ეგ არის რა, ჩემს მაგიურად აგერ. შეირგო შენივრად ძმაო. ვინმე ხუმრობა თუ არ მომეწონება ხო? ეხლა თქვენთან მოითხოვ თუ მონას დავავალე. თუ შეიძლება 5 ნომერი რო. შემაწუხებთ. შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვინ არის ყველაზე კარგი მზარეული? მე ძალიან ცუდი მზარეული ვარ ძმაო. მეუღლე მიყურებს ახლა რო თქო კაი მზარეული. რაღაცები შეიძლება სულ კოორდინაციულად, აი და საზიზღარი. შენი რებით წადი ბოლოს. კი, გამიშვები, აი ჩემ კვერცხი შეწვა არ ვიცი. სურა მან დამელოდე. მე ვარ კარგი მზარეული მე უბრალოდ ვიტყვი და გადავდივარ. ეს ხო ის არის. რა კერძების კეთება ის მაგით. კაი, ესე იგი აზიური სამზარეულო, ფრანგული კონდიტერია, კაი. აღარ გავაგზავნე. დევის დედის გაკეთებული კატლეტი, წვა კანფეტ. ეხა ხო მეორეზე უნდა გადმოვიდეს და დედა ჩემი და შემოვიდეს და პირველზე დადგეს. როცა იყო ბლიუსი მაგისტრის ვერ მივხვდი. იგივე განაჭი მეორე დღეს მე შევწვი. როგორი იყო? და უშენზე კაი. ნამის გაკეთებული საჭმელი არ გიჭამიათ ხო? არც ერთ არ გაგისინჯო. მე თელ ოფტოპუსს ვაჭმევ. ხო ყავდა მე 5 წევრი ჭამა და არა, მოიცა, თავისი როგორ არ ჩენი გაკეთებული არ გუჭამია. ერთი წამი ზურა. ეხა დავრეკაო. ბიჭები მოვლე. არა ხო რა მე მიდი მწვანე. დარეკე მეორე სტეიკი ის. აკეთებ მართლა? ხო, ნუ. უბრალოდ გადამიშვით იქით რა. ვიღაცა შეხედავს ამას. სამი გორე და პირველი ადამიანი შემიძლია შეცვა. სუსისის მოხარშვა. შენ ის იმიხტო, მაგრამ შენ და შენ ვერ ხვდები რომ შენ და შენ გეტენება, შემდეგ ჩვენი გყვება. როგორც ხედავთ, ისევ შედგა რეიტინგი და თუ შეიძლება შემდეგი კითხვა. ახლა რა შემდეგი კითხვა გამოვაცხო. ვინ ერკვევა ყველაზე კარგად იუმორინაში? მე პირდაპირ ხელებს ავწევ. ერთადერთი რაც ამაქვს, იუმორინა 2027. მოდი, რადგან პირველზე შენ დგახარ? გადავიწევ არ
ექსპერტად არ თვლი. არა ხო, მე დავიწყებ და გააგრძელე. ზარი კალასთან არ გაქვს. აი. მასმედიამ როგორც გამოარკვია, პოლიტის თურმე კაცი არ ქვია და გაარკვიეს რომ დაადგინეს. ცო, არა, რომ არა. კარგი იყავი. დაადგინეს რომ საეჭვო მასტია. კაცი კი არა თურმე ფანდარასტია. წადი. კოკოისო ფანდარასტი. გაიხურე? კარიცა და ფანჯარასტი. შენ გაგიმოდოს რა. ცეკვა უნდა მათ. აი, მოიცადე. ერთი კითხვაც მაქვს შენთან. ძმები ქონდა? გაბზეეკი. არა, ხელი. ო, ხელის გარშე არ გეტყვი. ნუ ეგ ეხლა თავიდან ვქენი მე. ხო, კი. ორჯერ იცის. ვიდო მე მგონია რომ ცოტა უფრო ერთი წამი რა. შენი რა ქვია იმ ადამიანს სალომოსო უკრავს ორივე ნესტოთი. მე მეუნები? კი, სამყურაშვილი. ნესტოთი თქო, ცხვირით თქო, პირით, სხვა რაღაცა. კითხვა ყველა საკავკასიო ხედავით. ხუმრობა გაბზეკილი როგორ თავდება? რომელიც წლის იუმორინაში შედგა მზია კვირიკაშვილის დებიუტი. არ ვიცი. გადმოდი. შენ რო დამისვა კითხოს, მე გაგცემ პასუხს. აი, მე მაინტერესებს გიზო კაკაურიძე გამოსულა თუ არა იუმორინაში. აი შენ გეკითხები. აჩერდი. გამოდი აქ. ვინ არის გიზო კაკაურიძე? ვინ არის? გამახსენეთ გიზო კაკაურიძეს ერთი ხუმრობა. ია იოსელიანის პაროდიას რო აკეთებ. ჩემი რამდენი რაღაცა ვიცი გიზო კაკაურიძეს. გასწავდა ეს ყველაფერი ძმობაში. თითქმის. ის რა ქვია, ჩემი ძმაკაცია ნამყოფი იუმორი. არგუმენტია. შემდეგი კითხვაზე სანამ გადავალ, ლუდის პაუზა გვექნება. ლუდი გაიგო და დაებინდა. ავირი. ვინ იქნებოდა ყველაზე კარგი მოდელი? ჩემი აზრით, აი რო გამატა. არ შეგიძლია. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად პირველზე ჩემი აზრით. რაღაც არ ამგონი. ერთი წამი, 90 60 90. მაშინ მოტრიალდი და ფოტოსესია არის და პოზები წვალეთ. მოდი პროსტა გამარიგა რომ აბა. აგეთებე კიდე. ერთი გამონა გამოიარა. სამაზიანები ვიყოთ მე. აიო, მოიძარდე ძამე. არა ერთის გე. ვიხულა იცი. მოტო რომ მოდის ხო? ზურა. ერთი წამი. მე ვიქნებოდი ძალიან კაი ოვერსაიზ მოდელი. ახ ხონა ერთთან დავწო. ნაომი, ეხა იქით გადაი და მე გავიაროთ. უთის მე გადმოვარჯო, შენ შემოგვიყვება. ამაზებო, ჩემო მოდელებო. თქვენ გენაცვალეთ. გაიხარეთ. ერთი წამი. მე გენაცო მოდელები. მე გაიხარეთ. დავაი, ჯო. შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვის აქვს ყველაზე უცნაური მეტსახელი? დონ. დონდიგი დონ. მეგობრები დონს მიძახიან. უბრალოდ იმის გამო რომ Facebook-ზე მეწერა დონ კორლეონე. მე ვფიქრობ რომ ჯომოლუნგმა უფრო ცუდი მეტსახელია რაც გიოს აქვს. რომელიც ახლა მოიტყვა. მე მგონია რომ ეს უნდა იყოს ბოლოზე. არა აქ მეცახელი. ჩემი გვარი არის რევია და დაეზარათ ფიქრი და ამ ომაკლეს და რევის მეძახია. მე ვეძახი რევიზორს. იკო მეძახდა რევკომს. რევკომი საინტერესოა. რევკომი უფრო საინტერესოა ტრაკა. კაია, დონ კარგად. დაუწმეთ ტრაკას. შენ მე სკოლის პერიოდში მქონდა ბოჩოლა. ერთი თვე გადმოიწია. ბიჭო, იმიტომ რომ მასწავლებელმა გოჩოლეიშვილის მაგერად ბოჩოლე იწა. ლოგიკური. ეს ბოდიში გრამატიკის მასწავლებელი ყოფილი. ქართულის გაგიკვირდება. არ მაქვს სპარტონი. მეორე მქონდა გადა, მაქვს ეხლაც, იმიტომ რომ ძმაკაცებთან მივედი და თითი მქონდა გაჭრილი და რა მოგივიდაო და გადასევილი მაქვს მეთქი თითქო. ძალიან გადავისვი მეთქი და გავიჭერი თუ კი არა და რაღაც ორი სიტყვის შორის ხო გადასევილი აი ბოჩო ნერვიული. აი ეს ბოჩოლას გარდა გამო 4-ზე მეც ამისახურე. მინიმუმ მეორე გეკუთვნის. მადლობთ. აი დონ ჯომოლუნგმას როგორ არ ჯობი ხარ? აქ ბალახი. ჯომოლუნგმა გასაგებია. მეორე ზედმეტსახელიც მაქვს კანჩა.
არა კრეატიული არა. ახლა გვარდა იქით გაუმდგარი უგახო არის. შენ. ყანჩაველი ვარ და მე მე რა მქონდა კიდე რაღაც მქონდა მიწიორი მქონდა მე მგონი პირველ მიწიორეს პეტერბურგელები გეძახ. არა ბიჭ მე ჩამოვედი რუსეთიდან რა და კარტული კარგად არ ვიცოდი ხო და სკოლაში მეთქი რაღაც ნახატზე რა არის თუ რაღაცა არ მახსოვს და ეს არის მიწიორიტი მე ჭანტურა განიცადა ევოლუცია და გახდა ჭყინტო. მე უფრო მგონია რომ უმცროსი ძმა რო ხარ მაგიტო. ხო, პატარა ჭანტურა. არსებობს კიდე ესეთი რაღაცა, რომელიც არ იცით და არ უნდა ვამბობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ვიტყვი ჯანდაბას. მეძახოდნენ პუჭელას. ახლა ნახოთ ისტორია. ანუ ეს იყო ჩემს მიერ შექმნილი სიტყვა, მოგონილი სიტყვა. არ ვჯერა. რომელიც მართლა გეუბნები. დაიჯერ გიხვეწებ. აი. ჩემს მიერ შექმნილი სიტყვა, რომელიც იყო ცხოველი, რომელიც ვითომ მე ვნახე და მე მთელი ბავშვობა მაგაზე მეკაიფებოდნენ რომ რა ის პუჭელა რის ახლა ჩვენ ერთთან ბოდიში გიორგი ერთი მაგრამ ყველამ ჩვენი ზედმეტსახელები ვთქვათ და ესე გადავიდეთ. პუჭელა. რაკა. რომელი თქვა გადა გოჯო ყველაზე ცუდი ყაჩახსაც მეძახდნენ მას. აი ხელახლა დავით იქიდან დავიწყოთ მე მომწონს. პუჭელა. მოიცა ხელახლა დავიწყოთ. ცოტნე მალადოი დონ კორლეონე. უბრალოდ კარგი ადამიანი რევი. შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვის დავლევია ყველაზე უცნაური განსხვავებულით? მოდი მე მგონია რომ მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. მოდი. ორი კარი. სადღაც მოიტრიალებს. მოდი ერთი შენ თქვი, ერთი შენ თქვი. აი დაიწყე. კოზირებით არ დავიწყე. არა შენ. დაიწყე. კრამიტი, მარტივით. კრამიტი ჩემთანაც იყო თოფი თოფი ჩემთანაც იყო შპრიცი. შპრიცი ჩემთან ეს მაგარი დააბურა. ლამპა თითით. რა თქმა უნდა. ჩემთანაც იყო ანთებული ლამპა ზურა. უბრალოდ ძალიან დიდი გრაფინი. რითაც ვასკავდი კი გაც გრაფინით ვესწავლები მე დამილევია 4 ჭიქა აქვს და ანუ 1 2 3 4 და დაბლა ფიალა დაბლა ფიალა ოღონდ ჯერ ფიალა უნდა გეცალა ხელებზე ბოდიში რაუნდ ზურიკო მოიხოდე. მე დამილევია ზიარ ჭურჭელით რომელსაც დაახლოებით იგივე ოდენობა ქონდა რა 4 ჭიქა და პლუს ფია. უმრა თუ არა ჭინჭილა რავი ოღონდ ძალიან ჩათლახი ჭინჭილა ნახე ტრადიცია არის დეიდა ჩემის ოჯახში ნუ ბიძა ჩემთან კი მართლა არის დეიდაბესა. ზურა მაცადე. ჩვენ ზესტაფონელები ჭერზეა გაკრული 5 ჭინჭილა და აი 5 ჭინჭილა არის სუფრა მაგასთან და მაგას თუ გაუძლებ კაროჩე მაგარი ბიჭი ხარ. ეს რა თქმა უნდა. რაიცა ზესტაფონში ჩვენ ყველაზე ისეთი უცნაური რაც დამილევია ეს ბოთლი იყო დატრიალები. ხო. მე ჩემ კოზირად ვიტყვი რომ ორი დარტყმა ბარიდან ჩავასხით ღვინო მიწაში და სანამ გაიწოვდა მიწა ის უნდა დამელია. მე მიწიდან ნახდათ არ დამილევია მოიცადე 10 და 10 9 არა მიწადე მოიხოდე 7 6 5 4 3 შლანგი ზურა არა პრობლემა მიწიდან არ დამილევია შლანგი ესეთი რაღაცა არის რა. ნახე აქ იმაზე არა უცნაურობაზეა რა უნდა უცნაურობაზე არის რა. სათითე. სათითედან ხო მოდი მე რო გოგოსგან დამილევია უცნაურად ჭიპიდან? ხო მაშინ ორი უნდა თქვა. ერთი ჭიდან დამილევია ყინულის ქანდაკება. ყინულის ქანდაკება არა სურა რატო თქვი რატო გადავაგდე მე რა არის? მე მეუბნები რომ რა შეიძლება გავაკეთოთ? თქვენ შეიძლება კონკურსად აღიგოთ, მაგრამ მე შეთავაზებებს ვაკეთებ. რა ბონგიდან დამილევია არაყი. ბონგიდან მეც დამილევია არაყი ერთ სუფრაზე არის ტრადიცია იყოს და ერთად დავლიოთ რაც ჩამოუშვათ ზესტაფონის გამოდგებიან. მაგრამ და ზესტაფონი მე შენთან უნდა მოვიდე აბა ესამეში ხომევარ ელემენტები ხუჩაზე ახლა ბატონო შენ ახლა ერთ სასტავში ვიყავ ისინი მოდელები შენი კიდე იმასაც ტორტიდან განსხვავებული დაგილებიაც აი კი რა თქმა უნდა. ათა შორი ჟურას განსხვავებულში რო რჩებოდა რევი გადააქცი არ გა ვის გაქონდა ის ფილარო ეხლა რაღაც მიდი გადაგვარი ჰოპ მოიცა ჟურას პაროდია როგორ გააკეთე სტაბილური მე არის კარგია აი ჩემო მეუბნებო გეხვეწები რა მარიამ სტენკაზე რო ეს გეხვეწები აი ეს კითხვა წამიკითხე ის რო შემოვიტანოთ კი ბატონო ვის უყვარს ყველაზე მეტად ლუდი?
ლუდი? ზე არც მაგით დავიწყე კარიერა, მეგობრებო და ეხლა მაგაც აჰა. ბიჭო, მე მეგონი ვერ იქნები წინააღმდეგი. ესებს როგორ გამოიხატება თქვენი სიყვარული? ყოველდღიურობაში. მე მაგალითად სწრაფად ვსავდი ხოლმე ძალიან ლუდს რა. ლუდის ფესტივალი მაქვს მოგებული არის. მეც მომიგია ლუდის ფესტივალზე. მაგრამ გარდა მაგისა მე ნელავს ვსვამ სპეციალურად რომ უფრო კარგად შევიგრძნო გემო და დავაფასო ის არომატი და გემოების თამაში ჩემს აი, ისე კითხავ, არა კონკურს გარეშე კითხავ რა, გავუფილტრავით გაფილტო. რთული საკითხია, გააჩნია სიტუაციას. 4 საათი შეიძლება. ნებისმიერ გავაზრდა მაგის დეზასვატი. თქვენ რატო არ დავთ? მე გაკმაყოფილებ არ გიყვარდი ჯურ არ ის ვაფშე შუმერია იქიდან რატო არ აბაგის სრული სერიოზული. ლუდის სიყვარული არ განისაზღვრება რამდენს სულ, ხო? რაოდენობით რაც მithქვობს. მაშინ შემოვდი. მოდი კაცო, მე მიყვარს ბევრი განსხვავებული ლუდის დაგემოვნება. ჩემი ფავორიტი ლუდი არის მაგალითად გინესი. ასევე მიყვარს სხვადასხვა ლუდის დაგემოვნება. მაგალითად ჩემი საყვარელი ლუდი არის გინესის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაულანერი გაუფეთრა. ძალიან მოხდა. ასევე მიყვარს სიდედრე რუახატია. შესაძინება შედარებით. ხო, არგუმენტი. მე მე დამალევინე სხვათა შორის გინესი ძალიან მიყვარს ოღონდ მარტო ბარში, იმიტომ რომ პატივს არ ვცემ ქილაში როცა არის. გაუფილტრავ ლუდებში ფავორიტი იქნება ჩემი ჰოეგარდენი, იმიტომ რომ ცოტა ციტრუსოვანი გემო ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ და პირველ რიგში ბრიუგენში რო ჩავედი, რა ვქენი, წავედი გავექანე სადაც იყო ყველაზე მეტი ლუდი, ლუდის კედელი ქვია მაგ ადგილს. იქ შევარდი და აი, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ბიჭები, თუ დააკვირდით 5-დან 0 არსად არ უთქვას არ ჩენა რომ რატო? ასევე ასევე ორი სპონსორი მყავს. ცოტნე უთხარი შენს 200,000 გამომწერს რა გამოგვიწერე. ანუ კამერაში გავიხედო. ჩემო 200,000 გამომწერო. ოღონდ თქვი რომ ჩვენ გამოგვიწეროთ და არა შენ. გამიწერეთ სამარილე. არა, მეგობრებო, მართლა რა, ბიჭებმა დაიწყეს ამის კეთება და ძალიან სახალისო და კარგი გადაცემები აქვს და წარმატებას უსურვებ ყოველ მომდევნო ვიდეოში, სულ უფრო მეტი განვითარება და წარმატება და თუ ვინმე გვიყურებთ წაცუდი რა თქვა. გამოიწერე არხი. ყველა ვიცით, მოიძე. ნანა, ნინი, მარი. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, ჩანაიქით ვიდეო და კომენტარებში დაუწერეთ და უგულ შემატკივრეთ ამ ხალხს. რჩევა მიეცით რაღაც ყველაფერი და ეგ არის ყველაზე მეტი გვერდში დგომა, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ რა და მაგის გაკეთებას კიდე არაფერი არ უნდა. 1 კლიკი, 2 კლიკი, 3 კლიკი. ბარემ შენს რო გამოიწერო რა. გამოწერილი მოხსნა. ახლა დოქტორ 200,700 ჩვენი ჩვენ კანტრაზე მეტად იმიტომ მიყვარს ლუდი რომ ამას მოთან დავისწავ. არის არგუმენტი? არის არგუმენტი. მე არ შემიძლია არ დაგეთხოვ. იცი რატომ მიყვარს? ძალიან პატარა არგუმენტია, შეიძლება არაფერი არ არის, მაგრამ გერმანიაში რო ვიყავი, ლუდი რო გავსინჯე, იმდენად გემრიელი იყო, რომ იმისი თავსახური მაქვს წამოღებული. გერმანიაში გასინჯე ლუდი შენ და მართლა არაფერი. ჩვენ ლუდი კი თავსახურები ყურებია. რო? შენ ლუდის თავსახურებზე კითხვა. ეგრევე დაგიწო. აი, შემდეგი კითხვა. ვის ყავდა ყველაზე უცნაური ცხოველი? ამ კითხვაში მოიაზრება ჩვეულებრივი ცხოველი, თუ უცნაურად იქცეოდა. ჩემი ძმაკაცი არის ცხოველი. გუნდიშა თქვენ არიცით. ჩემი ძმაკაცი არის ჭყიფოთ რა. დაიწერო. არა, ხო, შენ ისე ცხოველი არა, მე ბოლოში გადავდივარ. ჩემი თავია ცხოველი. არა, ხო, მოგონილი ცხოველი იყო. ეგ ყავდა თუ არ ყავდა განაშეკი. მარტო ჩემთვის იყო კი ის მარტო. სხვათა არ ყავდა რა. ანუ შინაური ცხოველი მარტო სოფლის მიდამოებში თუ მყავდა. სოფლის ქათამი თავისი კვერცხით. სოფლის მიდამოები, სოფელი ხო არა. სოფლის მიდამოები. შორს მყავდა. ახლოს არა ჩემს. მარეული კაცი ყავდა. და ტახზე დავდიოდი. სორი დაჭიროდა და არ მიწებოდა. კი ზუსტად. აი თევზი ყოლია. არა. კუ, არა. კუ მეყოლია. კუ ყოლია, ზღარბიც ყოლია. ოპოპი, არა. მიმინოს არ ვიცი რა ქვია, ნაშიერი. ბახალა. იყოს არა. ბახალა. ბარტყი. ნელ-ნელა უნდა მოვდიოდე. კაი, მაგრამ ჩემი კოზი არის ჩემი 20 წლის პუდელი. პირდაპირ მიფრიზო.
მე მყავდა 20 წლის პუდელი, რომელიც ვერც სვარში იყურებოდა, არც ყნოს მაქონდა, არც ყურში ესმოდა და არც გემოებს აღიქვავდა, მარტო აყურებდა. მაგაზე უცნაური პუდელი სახეთო. ახლა იტყვის რომ ამის მონსტრიარევიაო დაmonstri-ია. და ამის მონსტრიარევია. ახლა მომისმენ და მარტო მაგით იგებდით რომ ცოცხალია ძალიან. გეფიცები წრეებზე ტრიალე და ორივე დღეს გააყოა. კეთხვი. ფარდასთან დაწვენდნენ და ფარდამ და ბიჭო, რაღაც ძალიან დიდ სინათლეზე არკესთან. არა, ეხა ხო იხომეთ, მაგრამ ყველაფერი მასე იყო. ფარდასთან სადღაც გაიყვეხებოდა და წმუწუნებდა. ასანტირობია. იცი, ბიჭო, არა, ასანტი აპასრია. ჩემი ჩიპო, სრული სახელი ჩიპოლინა საპატივცემულო, ჩემ ნეკითხვა თუ შეიძლება. ვის უფრო კარგი ვარცხნილობა აქვს? მოდი, მოდი. მოდი. ბიჭო, არა მაქვს ეგეთი კარგი ვარცხნილობა. აი, გადი და. იყავი. ეხლა მივხვდები ჩემი ძმაკაცების სიმართლეს მეუბნებიან თუ თქვით. თმა კარგად შეიჭერიო გუშღობით ხარი. წვერი შეისწორი. თმა შეისწორი. ანუ ეგ ვერ აღიქვი მიდგები. სტილისთან და უთხრა რომ ნანეტი შემიჭერით ხო. მეორეზე არ უნდა იდგეს და გამიშვი. მართლა ასე კარგად მაგთმა რომ მეორეზე უნდა პასტა უნამუსო ხარ და არ არა, განსაკუთრებით. შენი ხდება განსაკუთრებელია მოვიხადო, მაგრამ ექსკლუზიური კადრები ხარ. სოთლესტოა. ცოტა სადღაც. ხوار დავბლაროთ. აუ, უნდა გადავიპარსო, ვაფშე ყველაზე კაი ეგ იქნება. აუ, ზაფხული მოდის ვერ თან ერთ თვეში. სულ რაღაც. პრობლემა რა არის იცი, ჩემს თმა არ არის, თორე ვარცხნილობა არის. ვარცხნილობა ძალიან კარგია. დილიდან არა, მე სიმაღლე მშველის ეხა და აქ ვერ ამჩნევს ხალხი თორე. ძალიან კარგი. მაგით სულ ესე დავდივარ. ცოტა ილანდება კი. ყველაზე უხერხულად გზნობ თავს. კალათბურთელებში. არა, სტადიონზე ან სადბეროვზე ვარ, კინოში ან სადმე და ესე ვარ ხოლმე, რომ რა კაი ფილმია. შენ თუ წინა რიგებში გექნება ადგილი და მე ბოლო რიგებში გავწოლოთ ხოლმე, რომ შენ უხერხულად არის. თუ შეიძლება რომ ახალი კითხვა შემოგთავაზოთ. ვად? და რამდენჯერ გაფწვადი შეწყვეტ? არასდროს და მიწადი. რა ხორცს გააჩნია მან ჩემო ზამე. ახალი უნდა იყოს რა. აქ ისევე უნდა ვიმიდის მეგონი. რა ვიცი. მე და შენ ვიბჭოთ ეხა რა. ზარეული ხო იყავ? შენ როგორც ამბობ, არ შეგიწვია ცუდი, მე შეგიწვია. წვადის შეწვა როგორც მზარეულისთვის არის ხელოვნება ხვდები და მე შეგიწვავს კარგი მწვადი თუ არა? მაგდონის ხელოვნებამდე ვერავი. აი, მონალიზა მწვადი შეგიწვავს ხელოვნება თუ არის? არა, გავიგონე კითხვა. ხო და ეგეთი ხელოვანიც არა ვარ ჯერ ხო. კაი, მამშივდა. კაი, გიორგი, შენ ესეთი რაღაც ქართველი ვარ ნოდესო. ან უნდა კარგად. წვადსო და რამდენჯერმე კარგად და რამდენჯერმე ცუდად. ხო და აი მანდარინ წვადში წავიდა მთელი ჩემი ტალანტი და ტრაქში მიდევა. რო ვიწყებ ხოლმე მწვადი შოს, ვიცი რაღაცა ტექნოლოგიები, რომ პირობითად ერთად უნდა დადო. უკვე შენც იცი. ერთად სწრაფად უნდა გადააბრუნო. წალამზე უკეთესი იწובה. კარგი ხორცი თუა უკეთესი იწובה. ორჯერ 4-ია. 6ჯერ 6 36 მიდი გააგზავნე. თუ ზურა შემწვარ მწვადს დავიბრალებ უკეთესია. ასე შემდეგ. გუშალარამდულამ ქუღდი. გადაატრიალი. შემდეგ ითქვა ზურა მწვადი კარგად შეიწვა? ხო. ალბათ ვერ მიხდი ხო რატო აგეთ. პირდაპირ. ამას გაიგებ 10000 გამომწვევ. 10000 გამომწევ ამ შენს და მაყურებლებთ. არ გეგონოთ რომ ვეთყვით ცოტნეს ცალკე. მოკლედ როგორ არის იცი ეს რაჭაში? შემდეგი კითხვა ვინ ამბობს ყველაზე კარგად EA Sport? It's in a game. ისაც PlayStation-ი აქვს. ჰალო. არა, მოდი ვცადოთ ყველა. მიდი და შენივე არგუმენტით. ხო, არა, ეგ ერთი და მე დავიწყებ და განაგზე პატივცემულო. მიდი. EA Sports. It's in a game. It's in a game არის თუ? არა, ნახე, it's იმას შევიდა. It's in the game. არის, მაგრამ ეგ ფრაზა ეგრე არ უნდა ისმოდეს. To the game is. ხო, ანუ ეგრე არ უნდა ისმოდეს, შენზე ისმოდა. აი ეგრე ისმის, მაგრამ ნახე, მე სწორად თქვი. არა, შენ სწორად თქვი, მაგრამ EA Sport. To the game. ამას კითხები ვინ ჩაუგდა წინასწარ? ამას კითხები ვინ ჩაუგდა წინასწარ?
მიდი ჭანტი მიდი. უჭემ. ხო. აი, მაცადე? EA Sport. Don't არა გეხოცე. EA Sport. It's in the game. EA Sport. მიდი რო იცინოდი ჩემს ხაზე მიდი. EA game. კაი. მე შეგიძლია სხვა მინიმუმ მეოთხეზე გადმოხვიდე. ეს ისა, why they do that? არა, ეძახი პროსტა არ მინდა რა გადავალ მეხუთე. მიდი. დასამტკიცებელი რა მაგძმაო. EA Sport. მასწავლე. არა, მართლა. ეგრე გასწავლე. It's in a game ესე არ უნდა ისმოდეს, ხო არ უნდა ისმოდეს. ერთამე? EA Sports. It's game. მე ასე გავანაწილებდი რევი. პირველზე პატივცემული ჩვენი სტუმარი. მამოზე მე და მესამეზე მეც მასე დავიწყებდი, ოღონდ მეორეზე მე და მესამეზე შენ ახლა. მეოთხე დაუხოციათ მაგრამ ანუ სწორად მაინც მე სწორად მაინც. შენ მეოთხეზე ხარ, გასო ვინდა? ჩემი მეოთხე ადგილი აგერა რა. აუ, თუ გინდა გავიმეორებ თავიდან. მოდი ორივე ჯერ თქვა და შეაფასოს. EA Sports to the game. აგი? ემინემის ტექსტი იმღერე შენ, აგი. მიდი. EA Sports. It's a game. შენ თან დაუცრულებულს. ჯერით ხმობა. კი არ დაუწვილე ბოლოს, მალამდე დავიბოხე პრობლემა არ გქონდა. სადამდე ცეკო ედიხო. It's in the game. ძალიან გაუჩვენე. აი და it's in the game ხო. ხომ სამას გავჭედოთ. ვა, ნეტა მალე ავინდა 100.000-ზე რო გავიგო რას ნიშნავს ეს. შემდეგი კითხვა, რეიტინგი შედგა, როგორ ამბობ? როგორც გაგიხარდება. ეგრე იყოს. შემდეგი. გამოიწერ ჩვენი არხი მაგას ვამბობ. გამოიწერეთ თქვენი არხი. გამოიწერეთ არხი. ვინ უფრო კარგად ჩდება შპაგატში? აი ხა მე მგონი რომ ძალიან ჩამჯდარი ვარ, დედასფიცა ვარ და ხო იმენა ერთი 60 სანტიმეტრზე სიმაღლეში. აი ამ კადრზე ბანს დაგვადებენ. ეხლა ეს უნდა დავიდო. ხელები არ უნდა გედოს. არა, არ უნდა მედოს, არა, ჰაერში აწევავს ჩალიჩო, მაგრამ არა ცხოვრებაში არ გამომსვლი. წამოწი. ეხლა რო გიყურეთ, მე მგონი პირველი ადგილის შანსი მომეცა. გახევის ხმა დავადოთ ხო მომეც. აუ, ვინმე კიდე შემდეგი რა. შემილია და მე ბავშვებს მადლობ. კუჭელა. არა, ესეა. კუჭელა. ტარანდირირი რარარარო. ესა, ბიჭო. გადმოდი პირველი. არ შემიძლია. ამაზე ვიტო ჩინჩაჟე კი ოღონდ მართლა. მართლა ძმა. მოდი აქ არ შემიძლია. მოდი აქ აუ არა. ჯინსი აცვია ეხლა და მეთკინა იმენა. ჯინსი აცვია და ცეკვაზე არ უვლია ბავშვობაში ეგეთი რაღაცები როგორ ფეხებზე ეხლა ნახავთ როგორ გახდა მის ტარანდირირი რარარარო. ზურა ზურა გვიგეს. მოიცადა? ვაიმე. მეტი აღარ მიდის. შენ აკეთებ. ვა ჩემი ჯერია გიჟი ხო? ისე დაწული ხმა მაგე. შედავიწრი. ყველაზე რო ვინო ყველაზე კარგად ჯდება შპაკატში მე გავიმარჯვე. ჯერ მოიცა. ჯერ ხო. არ რევია დამჩაში. რევია და ცოტნე. მე ამას დავტოვე. ცოტნე ახლა. არა, ხო რა. 640 აჰა შეიძლება. ცოტნე ცდი. ცადოთ. აი ხა იქ არა, შეიძლება თქვენ რომ შემოხედეთ შანსები. ცო. დაიცა ერთამი. არ იყო ცუდი სხვათა შორის. მე ბიჭო, აი კი ვაკიდე. რაღაცა არა, ელასტიური ვარ შეხედის დაგვარ. მოდი რა ჩემთან მოდი და ამასე მე რა მგონია იცი მართლა შენზე მე მგონია რომ მე ავთვავა. ამ ხელა წონის ხალხი რო თქვენ დონეზეც ჩავედით უკვე ჩემი ლუდის ურასთან. აჰა შეიძლება ცოტნე ცდი. წოდეთ რომ საუკეთესო შპაგატისტები. მოიცა ხო ხო. ხო რა რო
როგდის ახლა და მე მგონი ბიჭებო ჩვენი დღევანდელი ცუდი რეიტინგი შედგა. გავარკვიეთ ვინ უფრო კარგად ჯდებოდა შპაკაჩი, ვინ უფრო ზესტაფონელი იყო. თავის თავზე ლაპარაკობენ. მე არ მახსოვს დონისები, ვინ იყო მისტერ თავისები ახსოვს, თავის პირველები ახსოვს. მადლობა. პუჭალა. მადლობთ. მადლობა ჩვენ სტუმარს მოსვლისთვის. მადლობა ძალიან კარგი იყო მართლა და ძალიან გავერთე და დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და თქვენ და ერთად. ყოველთვის ასე იქნება თავის არხზე საუკეთესოებს მოვიწევთ ჩვენ ყოველთვის. და კიდე- ოქტოპუსი საუკეთესო. გამაგდებენ მე. გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და უწერეთ ამ არაჩვეულებრივ ხალხს კომენტარებში თუ როგორ გიყვართ ისინი და მიეცით რჩევები, მიეცით საყვედურები აღოს ცდილობის პარკლებში თუ რის ნახვას, რის გამოსწორებას ან დამატებას ისურვებდით ამ კონტენტში და სხვა დანარჩენში. მოკლედ, გიყვარდეთ ეს ხალხი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და წარმატებას გისურვებთ ყველაფერში, ყველა წამოწყებაში და ყველა გადაცემაში და პირადში. გუნდელები ვართ, რაკს თამაშობდით ერთად და სასწავლიდან მე ამოვადი. ხო, რა თქმა უნდა.